მოკლედ წინაზე ისე გამოვიდა, რომ მიტოვებული სახლი ვიყიდე. იმიტომ რომ მიტოვებული სახლები ახალ სახლებზე უფრო იაფია. რასაც უღებ ჩემი ხდება ეს ღვაწლი იქნება ვარდისფერი. ან ლურჯი. მაგრამ ის ბინგო კარდი არის, რომ მიტოვებულ სახლებში ძალიან ბევრი რაღაც არის გასაკეთებელი და ეხლა დაგათვალიერებინებთ რა. მაგალითად ყველაფერი. ამ სახლში არის ძალიან ბევრი ნივთი, რომელიც სახლის წინაპატრონებმა უნდა წაიღონ. შეგვიძლია აქედან რაღაც ნივთები დავიტოვოთ და DIY პროექტები გავუკეთოთ, მაგრამ მგონი არაფრისგან რო შევქნათ ეს ყველაფერი უფრო მაგარი იქნება. კარგი ის არის, რომ ამ სახლში ხის იატაკი არის და როგორც ლიკური მითხრა, რაღაც უნდა გადაუსვა და ახალივით იქნება. მაგრამ ცუდი ის არის, რომ ამ სახლის ზოგი კედელი ნესტიანია და ასე გამოიყურება. მაგრამ ეგეც არ არის პრობლემა, მეორე ხელი მაქვს, ჩემს მეგობრებსაც ორი ხელი აქვს და რამენერად მივხედოთ. ფაქტობრივად ზოგი კედელი იშლება, მაგრამ ეგეც არ აუშავს, იმიტომ რომ ძალიან ფად ვიყიდეთ. ამ სახლში ძალიან მომწონს ის, რომ ძალიან ნათელი სამზარეულოა. ახლა სამზარეულოში ვართ და ამას დამოწმებს გასკურა და უნკანი. ასევე საძინებელში, სადაც ფანჯარა არის, რომელიც სამზარეულოში გამოდის. ანუ თუ ჩემთან დარჩებით, შევძლებ, რომ საჭმელი და ყავა აქედან შემოგაწოდოთ და ეგ ძალიან კარგია. მაგრამ ეს სამზარეულოც უნდა წავიდეს აქედან. ეს არის მისაღები. მისაღები არა, ჰოლი. ჩათვალეთ, რომ აქ არაფერი არ იქნება, ჰოლიც ძალიან ნათელი არის და ძალიან მომწონს. და წინაპატრონის სურათებიც არის, რომლებსაც გავიტანთ და სკამები. ჩემი აზრით წინაპატრონი ცხოვრობდა ამ ოთახში, იმიტომ რომ ყველაზე მეტად არის კეთილმოწყობილი აქაურობა და გათხოვაც არის. თავიდანაც აქ ვიცხოვრებ დიდი ალბათობით, იმიტომ რომ ძალიან ცივა მთლიან სახლში და გათხოვა არ არის სხვაგან. და ბნელი საძინებელი, რომელიც ძალიან მოეწონება ჩემს მეგობარ მარიკოს, იმიტომ რომ ისედაც ბნელეთში სძინავს ხოლმე. მე აქ არ დავიძინებ, სანამ ძალიან ბევრი განათებული რაღაც ნივთიან ნატურა ან რაღაცა არ იქნება. ამიტომ ცოტა ხანი ამ ოთახს თავით დავუნებოთ. მაგრამ კარგი რაღაცებიც აქვს ამ სახლს. ეს სახლი მთლიანად ძალიან კარგია და ძალიან მიყვარს უკვე. მე ეზო მაქვს. იცით აქ რამდენი ბროწეულის ხედა ეტევა? მაქვს სკამი, რომელიც ასევე დაობებულია და ხავსიანია, მაგრამ დაჯდობა შესაძლებელია. კიდევ მაქვს ყურძენი, რაღაცის ხე, გაფუჭებული ღობე, მიწა, სადაც მართლა იმას დავრგავ, რაც მინდა და ბილიკი. შეგვიძლია ჯაკუზიც დავატიოთ, სადაც აქ. ლამაზი სახლია. იცით კიდევ რა არის ამ სახლის ბინგო კარდი? თუ ეს ვიდეო დაიდო, ესე იგი ეს სახლი მართლა ვიყიდე. ახლა პასუხს ველოდები რამდენიმე დღეში და წინასწარ ვიღებ და ერთგვარი მანიფესტაცია არის, მაგრამ თუ ეს ვიდეო დაიდო, მინდა იცოდეთ, რომ ჩემი ბოლო თეთრები გადავიხადე ამ სახლში და ამის გაკეთებისთვის literally ქეშად რამდენი გაქვს? 160 ლარი გაქვს ახლა მხოლოდ, მაგრამ რაღაცა იქნება რა. სახლში რო შემოდიხარ, დავუშვათ ვიღაცა გამომეკიდა. საშა გამომეკიდე. შეგიძლია მეორე მხარეს გაიქცე. იმიტომ რომ ბექიარდიც მაქვს, ანუ უკანა ეზო. რომელიც გამოიყურება ასე. კარგია რომ ბეტონია, აქ მაინც არ ატალახიანდება რაღაცები წვიმის დროს. საპირფარეშო გარეთ არის, მაგრამ საკმაოდ კარგად გამოიყურება, მოდი. და შემოდიხარ პირდაპირ გოგოების ტუალეტში. ვაუ. რომელიც სამტრიანია, მაგრამ უარეს ველოდებოდი. ამ სახლს როცა ნახულობდი პირველად. გუშინ უკვე რო დავიწყეთ საბუთებზე ჩალენჯი, მაშინ ვნახე საპირფარეშო, იმიტომ რომ მეგონა რომ აქ უბრალოდ ნახრეტი იქნებოდა და საშინელება, მაგრამ it has potential. ხედავ რომ აქედან რაღაცის გაკეთება შეიძლება. აქედან არა. მაგრამ აი აქედან შეიძლება. რა ქვია ამას? პადვალი? სხვა რაღაც ქვია? ნუ სათავსო, სადაც შემიძლია რომ მურაბები შევინახო. არც ვიცი რომელიმე მურაბა როგორ კეთდება, მაგრამ შეგიძლიათ მურაბები მაჩუქოთ. მე მაქვს ავტოფარეხიც. მოდი. რომელშიც ზუსტად შემოეტევა ჩემი ახლანდელი მანქანა, მაგრამ ჩემი მომავალი მანქანა ვერ შემოეტევა. მაგრამ ეს ადგილი იქნება საოცარი და იდეალური.
ჩემი რაღაც ნაკეთობებისთვის, DIY პროექტებისთვის, ამ გარაჟიდან გავდივართ გვერდზე ქუჩაზე, მაგრამ შეგვიძლია არც გავიდეს და აქ შემიძლია რაღაცები ვხერხო და ვაკეთო ისე, რომ არავინ არ მოუწამლო საღებავის სუნით ან მტვრით არ შევაწუხო. მოკლედ, I love it. ეს ყველაფერიც გავა აქედან. აქ ყველაფერი უნდა დაიწყოს შერამ ყველა ნივთის გატანით. მე ჩემი აზრით, შპალერის ჩამოხევით. დიდი ალბათობით მალევე უნდა გაკეთდეს სახურავი, რისთვისაც ფულის მოგროვება უნდა დავიწყო. ამიტომ სახურავი არ გვეჩქარება, დიდი ამბავი, ახლა წვიმაშვით სველდები. დიდი ამბავი. მაგრამ მალევე გავაკეთებ ფანჯრებს, რომ ერთ ოთახში მაინც იყოს სითბო. და თუ ამ ვიდეოს უყურებთ, ესე იგი ავტვირთე და იმიტომ ავტვირთე, რომ საბუთები მოვაგვარე. და არ მჯერად მადლობა სამყაროს და მადლობა ჩემ მეგობრებს, იმიტომ რომ მათ გარეშე ვერაფერს ვერ ვყიდულობ, რაც დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე, რომელსაც დამოუკიდებას ვერ დავუძახებ, იმიტომ რომ ყველაფერს ჩემი მეგობრების წყალობით და დახმარებით ვყიდულობ და ვაკეთებ. და მათ გარეშე არც მექნებოდა ამბიცია, რომ ამ ასაკში ეს ფული არ გამეფლანგა ამსტერდამში და რამე მეყიდა. და დარწმუნებული ვარ, ჩემი მეგობრების დახმარებით გავაკეთებ ამ ყველაფერს. საშა დამეხმარები? კი. ერთი სული აქვს მართლა ჩემი მეგობრებს, როდის ვეტყვი, რომ ჩვენია ეს სახლი, რომ მოვიდნენ და აქაურობას შეუდგნენ. და პირველი, რასაც გავაკეთებდი, ეს არის დედა ჩემი ძალიან ლამაზი არის. და პირველი, რასაც ამ სახლში გავაკეთებ და უცებ გავალამაზებ, იქნება მისაღები ოთახი. იმიტომ რომ მივხედავდი იმისა ეს ვიდეო 2024 წელს აიტვირთება 2025-ში, ვაჩალენჯებ ჩემს თავს, რომ დაახლოებით 5-6 დღეში ეს ოთახი ისე მოვაწყო, რომ აი აქ გადავიხადო ჩემი დაბადების დღე. ასე სიმბოლურად. კი ყინავს თლიან სახლში, წყალიც არ მოდის, გაზიც არ არის, მაგრამ ერთი ოთახის გათბობას რა უნდა, ხო? ამიტომ ნახოთ რა გამოვა, დამიწერეთ თქვენი რჩევები, მართლა მაინტერესებს, ვინც სახლებს აშენებთ. ოღონდ ისეთ რაღაცები არ დამიწერეთ ახლა, რომ ვინ ანუ ამის ყიდვა, 1000 ეგეთი ადამიანი ყავს, ვინც მითხრა, რომ მაგრამ მართლა თუ ხედავ პოტენციალს და თუ ხედავ რომ რაღაც შეიძლება საიდანღაციდან გამოვიდეს და თან მაგის გაკეთების თავი გაქვს, მგონი ღირს, რომ თავით გადაეშვა მაგამ ბავშვი და მაგისთვის მზად ვარ. იმისთვისაც ვარ მზად, რომ ტრილიონი დამიჯდეს ამ სახლის გაკეთება, მაგრამ მოგეხსენებათ, ჩემი თავისთვის მარტო მე ვმუშაობ და sugar daddy არ მყავს, ამიტომ ნელა თითო-თითოლარით რაღაც გაკეთდება და რაშიც ფულის დაზოგვას მოვახერხებ. მაგალითად ეხა ამას ჩემი თქო ჩამოვხსნი არა? მაგათ ჩემის ჩამოვხსნი. დამიწერეთ რჩევები. მითხარით რას როგორ გააკეთებდით თუ ინტერიერის დიზაინერებს მაგალითად ბოქსელენიკოს რამე იდეა აქვს როგორ გადააკეთებდა ჩემს სახლს შემიძლია ნახაზიც გაჩვენოთ ამ სახლის და ეს სახლი აზომეს და დახაზეს კოტე ზურაშვილმა და ბოქსელენიკომ რომლებმაც სახლი გუშინ პირველად ნახეს და პირველი რაც გააკეთეს არის საზომი გახსნეს და ყველაფერი აზომეს რა ეს სახლი ჩემს ყველა მეგობარს თითქმის ყველა მეგობარს აქვს ნანახი ზოგი მეგობარი ვინც იყო თავისუფალი რა კვირის დღეებში ჩამოსულიყო აქამდე ნახულობდა და ზოგი მეგობარი ნუ ვიდეოებით ნახულობდა ამ ყველაფერს და ერთი სული აქვს როდის ნახავენ ამბობენ სხვათა შორის ქალბატონო ნატალია რომ ოჯახის წევრებსაც არ უნდა ენდო თქვენ რას ფიქრობთ რამდენად სანდო ადამიანი ხართ დედას უნდა ენდო სულ ყველა დედას ვერ ენდობი მე უნდა მენდო არ მგონია რომ რაღაცა გამიჩალიჩოს გამიჩალიჩებ არა დე და ეხა ერთი სიბრძნეც რასაც მეუბნები ხოლმე რა აი 50-50 ილაპარაკეთ თუ კიდე მიდი დაევასები ხალხს რა არის 50-50 გუში რომ ამბობდით დღეს არ გვიხარია ძალიან იმიტომ რომ ვიცით რომ რაღაცა პროცენტი არის რომ შეიძლება რაღაცა ჩვენი არ იყოს მაგრამ და იმიტომ მალავთ ამ სიხარულს არა არ მალავთ არ მალავთ არ მალავთ ბოლომდე არ გვიხარია აი გუშინაც რომ ვაფორმებდით უკვე პასუხი დადასტურებული 4 დღეში მოვა მაგრამ აი მე ვთხარი ნატას რომ შენ ხო არ გიხარია თქო ბოლომდე იმიტომ რომ ესე მასწავლა რომ ბოლომდე არ უნდა გიხაროდეს არაფერი სანამ არ შესრულდება ანუ იმედგაცრუებისთვის უნდა იყობს და გამოხედა და იგი მითხრა რომ 50-50-ზე ხო დედი და თუ ღმერთმა დაიფაროს არ იქნება არ ვინერვიულებთ სხვა სახლს ვიყიდით
გამიზიარეთ თქვენი რჩევები და დაელოდეთ მართლა სისტემატიურ ვიდეოებს ჩემი სახლიდან, სადაც უამრავი საქმეა, ალბათ 1 წელი გაგრძელდება ამის გადაკეთება, გადმოკეთება, მაგრამ ჩვენ მითვისწავლი ყველაფერს, იქ ჩემმა პარტნიორმა კომპანიებმა 1000 თულის და ინსტრუმენტის გამოყენება მასწავლეს და მე მგონი ეს სახლი იქნება ზუსტად ისეთი, როგორცაც ყოველთვის ოცნებობდი. ეს სახლი იქნება ყველაზე ტკბილი, თბილი, მყუდრო, სტუმრებისთვის საყვარელი, მეგობრების შეკრების საუკეთესო ადგილი. აი ეგეთი დატვირთვა მინდა კონდეს და მართლა მადლობას ვუხდი სამყაროსაც და სამყარომაც და ნუ თქვენც იცოდეთ, რომ ვინმეს თუ დასარჩენი დაგჭირდებათ, ეს სახლი ყოველთვის იქნება მზად რომ მიგიღოთ. იმიტომ რომ სიკეთის გაკეთების გარეშე და დაპირების გარეშე და მე აღსრულების გარეშე ჩემს ცხოვრებაში სურვილები არ ხდება. და ყველაფერი რაც მაქვს ღმერთის წყალობით და ჩემი და მისი ასეთი სიმბიოზური ურთიერთქმედებით. მადლობა რომ ამ ვიდეოს უყურეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, ძალიან იშვიათად გთხოვთ, მაგრამ გამოიწერეთ ჩემი არხი და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში.